თავისუფლება რეჟიმის პატივი. აგრძელებენ ცვლილობას. ისინი მიდიან წინასწარი დაკავების იზოლატორთან. მათი სურვილია რომ გაამხნევონ დღეს დაკავებულები. შეგახსენებთ რომ დღეს ბათუმში აქციაზე დააკავეს ელენე ხოშტარია, დროას ლიდერი, დააკავეს ბათუმელების ოპერატორი გურამ ნურვანიძე, ლუკა ნაცლიშვილი, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
Sakoinების აყვირები დროშები აუწყირავენ. ეს ყველა უნდა იკოდეს. ყველა ის ადამიანი, ყველა ის ბატონები, რომელიც ეხლა საქმეში თბილად არიან მოხალათებულები, გამოვიდნენ უნდა და დარჩეთ ჩვენთან, იმიტომ რომ სიმართლე არის ჩვენ მხარეს. ევროპულ თავისუფალ საქართველოს გაუგოთ! 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 რამდენიმე წუთში ალბათ აქციის მონაწილეები უკვე მივლენ წინასწარი დაწესებულებებთან. შეგახსენებთ ასევე რომ ხვალ ბათუმში საქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს კიდევ რამდენიმე დაკავებული უფრო სწორად აქციის მონაწილის საქმე, რომლებსაც გაუგზავნეს ადმინისტრაციულ დარღვევაზე ოქმები. ეს ეხება 16 დეკემბრის აქციას, როცა პოლიცია ითხოვდა მოქალაქეები გადასულიყვნენ ტროტუარზე და ტროტუარზე გაეგზელებინათ აქცია. მათი მოტივი იყო, რომ აქაც იმდენად ბევრი, რომ ავტომანქანების სავალი ნაწილი დაიკავოთ. ამ დროს აქციის მონაწილეები ყოფებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც მეორე მხარეს არის მთავრობის სახლი, საიას ინფორმაციით, რომელიც იცავს აქციის მონაწილეებს. აი ასე ესალმება მოქალაქე საკუთარი ბინიდან აქციის მონაწილეებს. მინდა გავაკეთო იმ საკითხზე, რადგან
საუბრობთ. იმუშავის ქუჩის მიმართულებით, გადავიდახვეთ. შეგახსენებთ ისევ, რომ კვლავ სასამართლო განხილავს აქციის მონაწილეების საქმე ეხება 16 დეკემბრის აქციას, როდესაც პოლიციამ მოითხოვა მოქალაქეები გადასულიყვნენ ტროტუარზე და იქ გაეგრძელებინათ აქცია. მათი მოტივი იყო, რომ არ ხართ იმდენი, რომ დაიკავოთ ავტომანქანების სავალი ნაწილი და დღეს საიასთან მდგომარემ ჩვენთან საუბარში ხაზი გაუსვა იმას, რომ გაჯარიმების ოფისში ადმინისტრაციული ოფისში მითითებულია ისეთი პერიოდი, როცა არ არის სამუშაო საათები და ირგვლივ აქ საცხოვრებელი სახლებია. შესაბამისად ხელი არავის შეუძლია იმის გამო, რომ აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოში ისე როგორც საჭირო თავრობის სახლის წინ ავტომანქანების სავალ ნაწილზე. ყველგან პოლიცია აქციის სამართალის კანდიდატები აქციის მონაწილეები დღეს აქციაზე, საპროტესტო აქციაზე მათ გააჟღერეს ასევე ერთი ახალი სლოგანი. ეს არის არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ამას სკანდირებენ ხშირად და ეს ახალი სლოგანია მათი. ჩვენი ხმა გავაკეთოთ ყველა მეგობრებო. მობილიზებულია შესასრულთან, ასევე ვხედავთ პოლიციის მანქანებს რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩების მკვეთრში. ახლა შევეცდებით კადრში გაჩვენოთ რა ვითარებაა იზოლატორის შესასვლელთან და როგორ არის მობილიზებული სამართალდამცავთა ჯგუფი, ისინი არიან ნიღბებით. შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა გადმოინაცვლეს წინასწარი დაკავების იზოლატორთან. ისინი ცდილობენ ამ ფორმით გაამხნევონ დღეს დაკავებულები. აი როგორც ხედავთ, მოვიდნენ უკვე აქციის მონაწილეები და ისინი განთავსდნენ იზოლატორის შესასვლელთან.
ხანს აქციის მონაწილეები აქ დარჩებიან. შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიციამ აქციაზე დააკავა 7 მოქალაქე ამ დროის ინფორმაციით. აქციაზე დააკავეს გიორგი კირთაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, დააკავეს ასევე ელენე ხოშტარია, დროას ერთ-ერთი ლიდერი, აქციაზე დააკავეს ლუკა ნაცვლიშვილი, სტუდენტი, დაკავებულია ბათუმელების ოპერატორი გურა მურვანიძე, რომელიც აქციაზე პროფესიულ მოგზაურობას ასრულებდა. და კიდევ რამდენიმე მოქალაქე აქციის მონაწილე არის დაკავებული. როგორც ვიცით, ისინი გადმოყვანილები არიან სწორედ აქ. მოგესალმებით, ჩემო ვაჭარებო. თბილისიდან ჩამოვედით სპეციალურად. გუშინდელი მარაზმი, რასაც უყურეთ, რა ჩაიდინეს ამათმა. აი ესე ერთი ხელის მოსვლით დაიჭირეს ბიჭები. დღეს გავაკარით ჩვენ სტიკერები, მაგრამ არავინ არ მოგვადგა. ამათი შანჩევითი სამართალი არის ეს. დღეს ეს ქვეყანა არის უპატრონო ქვეყანაში მცხოვრობს. სამართალი მარტო ჩვენთვის არის, მათთვის არა. რატომღაც მიაჩნიათ, რომ ეს კაც თუ დაიჭერა შეგვაშინებენ არას. ჩვენ არ შევშინდებით, ჩვენ არ დავიღლებით, ბრძოლა იქნება ბოლომდე. მე ვიდექ რომ ბიჭებს უთხრა, რომ ისინი არიან ადგილი თანამედროვე გმირები. დღეს ვიადი, მე რამე ცოცხალი რა იყოს, ზუსტად ესაა დაიჭერდნენ ესენი. ასეთ საქართველოს გვიყენებენ და გვიდებენ წინ, მაგრამ ჩვენ შევეგუებით. თავისუფლება რეჟიმის ხვებს. ჩაწყლიანი გარკიას. მიყვარხეთ და ბრძოლა გრძელდება. მეგობრებო, ჩვენი ხმა რომ მივაწვინოთ და გავაგონოთ უკანონოდ დაპატიმრებულებს, გადავინაცვლოთ შენობის მოპირდაპირე მხარეს, იქიდან უფრო გაიგონებენ ჩვენ ხმას და ნებისმიერ თქვენთაგან შეუძლია რომ მოვიდეს თავისუფალი მიკროფონი და დააფიქსიროს თავისი აზრი. ეხლა გადავინაცვლოთ. აქციის მონაწილეები გადადიან შენობის მხარეს, იმისთვის რომ ხმა გავაგონოთ დაკავებულებს, მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და გადადიან აქციის მეორე მხარეს, პოლიციაც. აქაც მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეებს სავარაუდოდ სწორედ აქ ექნებათ სიტყვით მიმართვები, იმისთვის რომ ჩვენ ხმა გავაგონოთ დაკავებულებს. ასეთი იყო მათი მიმართვა, როგორც ხედავთ, შენობის ორივე მხარეს, სადაც სავარაუდოდ წინასწარ იცოდა პოლიციამ, რომ მოვიდოდნენ აქციის მონაწილეები.
გაიჩინოთ ჩვენი ხმა და სოლიდარობა გამოუცხადოთ ყველა უკანონო პოლიტპატიმარს. არ იქნება სამართალი! არ იქნება მშვიდობა! არ იქნება სამართალი! არ იქნება მშვიდობა! საცხვი ოლიგარქია! მეგობრებო, საქართველოს ჰიმნი შევასრულოთ ერთად, შეგვიძლია ფანრები ავანთოთ. ჩემი ხადია შეგახსენებთ, რომ ვიმყოფებით წინასწარი დაკავების იზოლატორთან ბათუმში. აქ მოვიდნენ აქციის მონაწილეები, როგორც თავად ამბობდნენ, დაკავებულების გასამხნევებლად. კანონი ისწავლეთ კარგად და კანონი კარგად წაიკითხეთ და თქვენ პოლიციელებს ვერ აუგზავნოთ კარგად წაიკითხეთ მიმართავს პოლიციის უფროსი სავარაუდოდ აქციის მონაწილეებს. ზუსტად არ ვიცი რაზე იყო საუბარი. საცხვი ოლიგარქიას სკანდინებენ აქციის მონაწილეები. სავარაუდოდ არის საუბარი პირბადის ტარებაზე, როგორც მივხვდი, თუმცა პოლიციელები აქ არიან პირბადეებით. მეგობრებო, მიკროფონი არის თავისუფალი. თუ ვინმეს რაიმეს განცხადება გნებავთ, შეგიძლიათ მომბრძანდეთ და აფიქსიროთ თქვენი აზრი. მადლობა. შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში აქციაზე დააკავეს 7 პირი. ბოლო ინფორმაციით, რაც ამ დროისთვის გვაქვს, დაკავებულია ბათუმელების ოპერატორი გურამ მურვანიძე, დაკავებულია ასევე გიორგი კირთაძე, რომელიც არის კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი. დაკავებულებს შორის არის ელენე ხოშტარია, დროას ლიდერი, რომელიც დღეს საგანგებოდ ჩამოვიდა ბათუმის აქციაზე იმყოფებოდა. მან სტიკერები დააკრა პოლიციის მანქანებს და ამ ფორმით გააპროტესტა სტიკერის დაკვრის გამო მოქალაქეების აქციის მონაწილეების დაკავება.
აქციის მონაწილეები დღეს აქ მოვიდნენ დაკავებულების მხარდასაჭერად, მათ გასამხნევებლად. შეგახსენებთ ასევე, რომ დაკავებები დაიწყო 11 დეკემბერს, მაშინ როცა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სტიკერი მიაკრა. ჩვენსკენ არ გადამოდიან და გადადიან რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ და არიან ასე განწყობილი ჩვენს მიმართ ახალგაზრდები. წეგან ჩემი ძმათაცი დააკავეს, აქაც დააკავეს რამოდენიმე ჩემი ახლობელი. არ შეგრჩება ხარა. დანიელი არის გვარად ბუკიაშვილი. თბილისში დააკავეს ეს. აი იქიდან წამოვედი თბილისიდან, ჩამოვედი სპეციალურად რომ გაიგო აქ ვიდგებდეთ. გეტაღა შეურაცხყოფას არანაირს არ გაყენებთ, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ იმყოფები წინასწარი დაკავების იზოლატორთან ბათუმში. აქ მოვიდნენ აქციის მონაწილეები იმისთვის, რომ გაამხნევონ დაკავებულები. მინდა შეგახსენოთ ასევე, რომ დაკავებულია ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. ის ორჯერ დააკავეს, ჯერ დააკავეს 11 დეკემბერს, როცა ის იმყოფებოდა მთავარ სამმართველოსთან, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. მან ერთ-ერთ დამხმარე შენობას მიაკრა სტიკერი, გაიფიცე საქართველო. ამის შემდეგ ის დააკავეს. დღეს ჩვენ ვესაუბრეთ ამის თაობაზე, რადგან რამდენიმე მოქალაქე ბოლო დღეებში ბათუმში დააკავეს სწორედ სტიკერის გაკვრის გამო, მათ შორის იყო მაგალითად ციალა ქათამაძე, რომელსაც შენობაზეც კი არ გაუკრავს სტიკერი, მან ასფალტზე დააკრა სტიკერი, ამის გამო დააკავეს. სწორედ ამაზე ვკითხეთ საიას თავმჯდომარეს, რამდენად სწორია, როცა უკიდურეს ზომას იყენებენ დაკავებას სტიკერის დაკვრის გამო. საიას თავმჯდომარემ ჩვენთან განმარტა, რომ სტიკერის დაკვრის გამო შესაძლებელია, თუ ეს არის მართლაც კანონდარღვევა და აკრძალულ ადგილზე არის სტიკერი გაკვრი, მაშინ შეიძლება ეს იყოს გაფრთხილება, ადმინისტრაციული ოფისის შედგენა და ასე შემდეგ და დაკავება არ უნდა იყოს გამოყენებული. აქციის მონაწილეები მთავარ შესასვლელთან გადაინაცვლებენ, როგორც გავიგე. აი როგორც ხედავთ, მოიცა უკან მივა. აი პოლიცია რამდენი მანქანაა მობილიზებული გრიბოედოვის ქუჩაზე, რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთასთან ახლოს. აქციის მონაწილეები გადადიან თავარ შესასვლელთან. მეგობრებო, ბანერები და დროშები წინ გადმოუშვა და იქ გავაგზავნოთ სამიზერულად მოძრაობას. ხვალ ბათუმში უნდა გაიმართოს ასევე პროცესი, საქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს აქციის მონაწილეების საქმე, პოლიცია მათ ედავება ავტომობილების სავალი ნაწილის გადაკეტვის გამო 16 სექტემბერს, როცა აქცია იმართებოდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან. როგორც ვნახეთ, აღარ შეჩერდა აქციის მონაწილეები პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორთან და მათ გააგრძელეს ჩვეულებრივ ცვლილება.
მცდელობა. არ ვიცით ახლა რა მიმართულებას აირჩევენ, წინასწარ არ ახმოვანებენ ხოლმე, აი აქეთ ამ მხარესაც მობილიზებულია პოლიცია, როგორც ხედავთ. მობილიზება არის ამ ქუჩაზე პოლიციის, როგორც რუსთაველის მხარეს, ასევე გორგილაძის ქუჩის ქუჩაში. როგორც ხედავთ, მცდელობას აგრძელებენ ლიბოედოვის ქუჩაზე, არ ვიცით სავარაუდოდ წავლენ ალბათ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსკენ. დროშებით და ბანერებით ჯაჭვი გავაკეთოთ, შევეცადოთ და ისე გავაგრძელოთ მოძრაობა. დავიძრათ მეგობრებო მთელი მოძრაობა. როგორც ხედავთ, ქუჩის გასწვრივ მობილიზებულები არიან პოლიციელები, ვერ მოვასწარი აი ქუჩაზე გადაღება. ამ ქუჩაზე ძალიან ბევრი პოლიციელი იყო მობილიზებული. არ იქნება სამართალი! არ იქნება სამართალი! კიდევ ერთხელ უფრო ხმამაღლა დავჭეკოთ მეგობრებო, მთელ ქალაქს გავაგონოთ ჩვენი ხმა, ამახმაურა საღულიების დასწორებით. დაპირების დასწორები ამახმაურა არ გავაწეროთ, მაქსიმალურად მეტი შევხდათ. პოლიცია თავადაც იღებს აქციას, როგორც ხედავთ. Sagzeleben ise Gorgilazis გამოდით სკანდირებენ აქციის მონაწილეები. დღეს ბანერის უკან გადმოვინაცვლეთ და ერთად სინქრონულად გავაგრძელოთ მოძრაობა. ტროტუარებიდან გადმოვიდეთ და ერთად გავაგრძელოთ მოძრაობა. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ასეთი იყო მათი მოწოდება.
გორგილაძის ქუჩით სკანდირებენ პერიოდულად გამოდით მას შემდეგ რაც ბათუმში შეიძლება ითქვას განახლდა დაკავებები, გაუმაგდა აქციის მონაწილეების რიცხვიც, ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, როდესაც პოლიცია იყენებს ძალას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და დღეს სწორედ საიას თავმჯდომარემ შეაფასა ჩვენთან მან უთხრა, რომ არ არის პროპორციული ძალა, როცა სტიკერის დაკრის გამო აქციის მონაწილეს აკავებენ. სწორედ ამან გამოიწვია, ასე ვთქვათ, მუხტის აწევა, როგორც ამას აქციის მონაწილეები უწოდებენ ბათუმში, როცა 11 დეკემბერს აქციის ერთ-ერთი მონაწილე სტიკერის მიტრის გამო დააკავეს. შემდეგ აქციის მონაწილეები გადავიდნენ პოლიციის სამმართველოსთან, თავად სამმართველოსთან, სწორედ ამ დაკავების გასაპროტესტებლად და შემდეგ ამას მოკლა სხვა დაკავებები, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის აქციაზე მუხტი გაიზარდა. Maximálurán, de ahogy
მამაკიშვილის ქუჩით აგრძელებენ ახლა აქციის მონაწილეები და სავარაუდოდ ისინი საპროტესტო მსვლელობას გაგრძელებენ რამდენიმე ქუჩაზე და შემდეგ დაბრუნდებიან საკონსტიტუციო სასამართლოსთან. შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში დაკავეს რამდენიმე მოქალაქე, ბოლო ინფორმაციით 7 მოქალაქე, თუმცა დღეს კიდევ რამდენიმე სახელი და გვარი გააჟღერეს ამ აქციაზე. აქციის მონაწილეებმა სავარაუდოდ ეს ინფორმაცია დაზუსტდება. დეკემბერს განახლდა დაკავებები ბათუმში. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს! თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს! არ იქნება სამართალი! არ იქნება სამართალი! არ იქნება სამართალი! ცეცხლი! ცეცხლი! საქართველოს გაუმართ! 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 კიდევ ერთხელ ხმარება დავშეკოთ! გრძელდება ბათუმში საპროტესტო მსვლელობა. ჯავახიშვილის ქუჩაზე მიდიან ახლა საპროტესტო აქციის მონაწილეები. სავარაუდოდ ისინი რამდენიმე ქუჩაზე გაგრძელებენ მსვლელობას. შეიძლება ისინი გადავიდნენ ჭავჭავაძის ქუჩაზე, შემდეგ არ ვიცი ამ ეტაპზე რომელი ქუჩით დაბრუნდებიან იქან სასამართლოსთან, სადაც უკვე ერთ თვეზე მეტია საპროტესტო აქციები იმართება. ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი ოლიგარქიას! უბრალოდ მედია მორჩება. Go!
მეგობრებო, ბანერები დროშებით წინ გადმოუშვეთ და თანმიმდევრულად გავაგრძელოთ სისხლის წავალ ნაწილზე მოძრაობა. ტროტუარებიდან გადმოვიდეთ, ბანერები და დროშები წინ გამოვუშვეთ და გავაგრძელოთ ნელა მოძრაობა. ჭავჭავაძის ქუჩაზე გადმოვიდნენ აქციის მონაწილეები და საპროტესტო მსვლელობა გრძელდება. რომელიც იყო წინა ხელისუფლების ესაც ზონდერია რომ ქართულებს რომ მურუსიძე ეხლა რა წდება რესტორან ბაბილოსთან დასანახად რომ შეიქმნა დაი დავედი დავიძარით მეგობრებო ნელისვით ვარდები, მალე გადავარდები. ვარდები, მალე
ერთმანეთთან ორჯერ იყო ტერმინი, რომელიც დღემდე 30 წელია ხდება რეგულაციით. შემდეგ ისევ გაგრძელებენ ცდილობას. სწორედ აქ პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოში შიდას შესასვლელთან დაკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ბათუმელების დამსახურებელი მზია მადლობელი. ეს რამდენიმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ გავრცელა ინფორმაცია, რომ უნდა გათავისუფლდეს მედია მენეჯერი მზია მადლობელი და მათ შეაფასეს განმეორედ დაკავება, როგორც სავარაუდოდ ინფორმაცია დაზუსტდება. რა მოხდა გუშინ? იყო საკმაოდ გაურკვეველი ვითარება, შეიძლება ასე ითქვას, გაწევ-გამოწევა, ჭყლეტა. აქციის მონაწილეები, როგორც ხედავ, შედიან პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოში და სავარაუდოდ აქ გაგრძელდება აქცია. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, სკანდირებდნენ ისინი, ყველგან პოლიცია, არცად სამართალი. ასეთი იყო დღეს მათი მიმართვები. ტრადიციულად, როგორც უკვე ერთ თვეზე მეტია, აქცია დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოსთან, შემდეგ აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მსვლელობა. ისინი მივიდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორთან. მათი თქმით, ასე გამოხატეს მხარდაჭერა დაკავებულების მიმართ. შეგახსენებთ, რომ დღეს, როგორც ვნახეთ, დღესაც უჩვეულოდ ბევრი პოლიციელია მობილიზებული შესასვლელთან. ამდენი პოლიციელი აქ გუშინ აქციაზე არ იყო მობილიზებული, მხოლოდ შესასვლელთან იყვნენ. ეს ორივე მხარეს არიან, აი შევეცდები ახლა
კადრში გაჩვენოთ რა ხდება. აქციის მონაწილეები დადგნენ მთავარი სამმართველოს შიდა შესასვლელთან. აი როგორც ხედავთ, პოლიცია არის დღეს მობილიზებული ორივე მხარეს, ეს არის შიდა შესასვლელი, სადაც ასევე მობილიზებულია პოლიცია. პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის ეზოში შემოვიდნენ აქციის მონაწილეები. როგორც დღეს ხედავთ, ორივე მხარეს, როგორც შესასვლელთან, ასევე მეორე მხარეს მობილიზებულია პოლიცია. თავისუფლება პოლის პატიმრებს სკანდირებენ აქციის მონაწილეები. აქ გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მართავდნენ აქციის მონაწილეები აქციას. აქ იყო სიტყვით გამოსვლებიც, სწორედ აქ გუშინაც დააკავეს მოქალაქეები. თავისუფლება პოლის პატიმრებს! თავისუფლება პოლის პატიმრებს სკანდირებენ აქციის მონაწილეები. შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბრიდან 12 დეკემბერს აქციის რამდენიმე მონაწილე, 10-ზე მეტი მონაწილე დააკავეს 11 დეკემბერს, როგორც ვიცით, 12-შიც დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე. გუშინ გამოუშვეს დაკავებული ქალები, მას შემდეგ მათ დატოვეს ბათუმის მთავარი სამმართველო, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, გათავისუფლებიდან მალევე ისევ დააკავეს. როგორც ხედავთ, აქციის მონაწილეები რჩებიან პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. არ ვიცით, რამდენ ხანს დარჩებიან ისინი აქ, იქნება თუ არა სიტყვით გამოსვლები. შეგახსენოთ ასევე, რომ დაკავებულია ბათუმელების კიდევ ერთი თანამშრომელი, ოპერატორი გურამ მურვანიძე. ის აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდა, რა დროსაც დააკავეს. ჩვენ არ ვიცით, რა ვითარებაში მოხდა მისი აყვანა, რა კომუნიკაცია შედგა. სავარაუდოდ დიდი ალბათობით გურამი მიაწვდიდა პოლიციას ინფორმაციას, რომ ის აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იმყოფება. არ ვიცით, მას რა შედავებიან, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დაკავებულების უმეტესობას პოლიცია ედავება ადმინისტრაციული კოდექსის 173 მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას. დღეს ჩვენთან საუბარში საიას თავმჯდომარემ თქვა ისიც, რომ გასარკვევია, რამდენად იყო კანონიერი მოთხოვნა. ჩვენ მას ვკითხეთ, განემარტა, რატომ დადგა ეს საკითხი ეჭქვეშ, რას ნიშნავს ეს და მან განგვიმარტა, რომ როდესაც მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება აქციაზე, მას აქვს უფლება, რომ ის იდგეს აქციაზე, თუ ის არ არღვევს კანონს. საინტერესოა, რა იყო მოწოდება პოლიციის მხრიდან და რას არ დაემორჩიlen მოქალაქეები. თამარი ამბობს, რომ ჰქონდა შემთხვევები, როდესაც მხოლოდ აქციაზე დგომისთვის, საუბრისთვის წაიყვანეს მოქალაქეები აქციიდან, დააკავეს. ასეთ შემთხვევაში კანონიერი მოთხოვნა რა არის?
ახლავს საიას თავმჯდომარე ის ამბობს, რომ ჯერ მისთვის მისაწვდომი არ ყოფილა საქმის მასალები, ამიტომ ამ თემაზე ის დეტალურად ისაუბრებს ჩვენთან მას შემდეგ, რაც გაეცნობა საქმის მასალებს. შევახსენებთ, რომ გრძელდება ბათუმში საპროტესტო აქცია, ამჯერად უკვე პოლიციის მთავარი სამმართველოს შიდა შესასვლელთან. აქცია დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოსთან, როგორც ყოველ დღე ბათუმში, მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს ევროკავშირში წევრიანობის მოლაპარაკებებს. სავარაუდოდ აქ აქციის მონაწილეები არ აპირებენ სიტყვით გამოსვლას, აქ მოსულები არიან ტრანსპარანტებით, მომზადდა პოლიცია, ვკითხულობ ჩვენ ტრანსპარანტზე, დღეს ძალიან ხშირად ისმოდა შეძახილები, რომელიც მიემართებოდა სწორედ პოლიციას, ყველგან პოლიცია, არცად სამართალი, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, იყო ასეთი შეძახილები აქციაზე. მოქალაქეები აქ შეკრებილები აცხადებენ, რომ დაკავებები სპონტანურად ხდება და ბევრ შემთხვევაში მათთვის გაუგებარი რჩება, რატომ დააკავეს აქციის ესა თუ ის მონაწილე. საიას თავმჯდომარემ გითხრა ასევე, რომ ის ჯერ არ არის გაცნობილი საქმის მასალებს. სხვათა შორის მინდა გითხრათ ისიც, რომ საიას თავმჯდომარის თქმით, მას ჯერ არ უნახავს ასევე კადრები, რომლის მიხედვითაც ედავებიან მოქალაქეებს, რომლებსაც გზის გადაკეტვაში სდებენ ბრალს 16 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე და ამასთან დაკავშირებით მათ სამართალდარღვევის ოქმებიც კი გაუგზავნეს და ხვალ საქალაქო სასამართლო განიხილავს ამ საქმეს. 12 მოქალაქემ მიიღო ასეთი ოქმი და საიას თავმჯდომარის თქმით ასევე 20 წუთის შუალედით აპირებს მოსამართლე, რომ ეს საქმეები განიხილოს სულ 12 საათი. როგორც ხედავთ, აქცია გრძელდება მთავარ სამმართველოსთან. დიდი რაოდენობა არის საკმაოდ თავმოყრილი დღესაც. ორივე მხარეს განლაგებულია პოლიცია, გუშინ მხოლოდ ერთ მხარეს, როდესაც აქ აქციის მონაწილეები მოვიდნენ, ერთ მხარეს დავხვდათ მათ პოლიცია მხოლოდ შესასვლელთან. დღეს კი საკმაოდ დიდი მობილიზებაა. ხვალ 12 საათზე იქნება პოლიტპატიმრების სასამართლოს ხდომა საქალაქო სასამართლოსთან. ყველას გელოდებით ხვალ 12 საათზე საქალაქო სასამართლოსთან. მადლობა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მან გააჟღერა ინფორმაცია აქციის მონაწილეებისთვის, რომ ხვალ დაიწყება სასამართლოს ხდომები. დაკავებულების სასამართლოს ხდომები. მოსამართლე იმსჯელებს აღკვეთ ღონისძიებაზე სავარაუდოდ. მათ შორის დაკავებულების უმეტესობას, როგორც ვიცით, ედავებიან ადმინისტრაციული კოდექსის 73 მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას. როგორც ხედავთ, აქციის მონაწილეები რჩებიან
სამმართველოს ეზოში და საპროტესტო აქცია აქ გრძელდება. ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენხანს დარჩებიან აქ აქციის მონაწილეები, შეიძლება აქ გაგრძელდეს აქცია, შეიძლება ისევ განახლდეს მსვლელობა. შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს 7 ადამიანი, მათ შორის არის გურამ მურვანიძე, ბათუმელების ოპერატორი, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად. ბატონო მირდათ, აი ბათუმელების ლაივში მინდა გკითხოთ დღევანდელ დაკავებებზე და ასევე იმაზეც, რომ პოლიცია უკვე გადავიდა მედია მენეჯერების დაკავებაზე და როგორც განგვიცხადეს სისხლის სამართლის კოდექსით ედავებიან ზია ამაღლობელს. რა ეტაპზე გადავიდა და რისი მანიშნებელია ეს, რა სჭირს ხელისუფალს? ეს მანიშნებელია, რომ დღეს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოების ხელისუფლება არ ყავს. ეს არის რაღაცა ჯგუფი, რომელიც ამ თოფიანი კაცის ძალაზე, ხალხის ძალაზე დგას მხოლოდ. პოლიცია დიდი ხანია არ ასრულებს თავის მოვალეობას და მე მგონია, რომ ჩვენ სხვანაირად უნდა დავიწყოთ ამ საკითხზე ფიქრი. ჩვენ უნდა შევხედოთ პოლიციისგან ყველაფერი მოსალოდნელია, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ ვამბობთ, რომ ესენი არიან რუსული რეჟიმის მსახურები, რომელზეც დგას მხოლოდ და მხოლოდ მათი ძალაუფლება. შესაბამისად, ის რომ საზოგადოებას ამ პოლიციისგან რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი უნდა ქონდეს, მე დიდი ხანია არ ამბობ და მე ამას ვამბობ პირიქით, უფრო მეტსაც ვამბობ, ხვალ სასამართლო პროცესები რო იმართება, ეს ხო ბუტაფორია. საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ანამ სასამართლოში მონაწილეობის მიღებას, ანამ პოლიციელებთან რაიმე ფორმალურ ურთიერთობას. არაფერი, ჩვენ საზოგადოება როგორც ამ პროცესებს მართავს მთელი 46 დღის განმავლობაში თვითორგანიზებულად, ეს პროტესტი ასე თვითორგანიზებულად უნდა გაგრძელდეს და ქვეყანამ უნდა მიიღოს ახალი არჩევნები, რომელიც შეცვლის აი ამ სისტემას. პოლიციელებს აი ასე კი არ აქცევენ, როგორც დღეს აქცია ამ ხელისუფლებამ. არამედ მართლა პოლიციელი უნდა იყოს ადამიანის მეგობარი. საზოგადოებაში ჩვენი მოქალაქეები, როდესაც პოლიციელებს დაინახავენ, დღეს რა მოცემულობა გვაქვს, ხო ფაქტურად პოლიციელებს ვერიდებით, იმიტომ რომ შარია ამათთან ურთიერთობა. მაშინ როდესაც პირიქით უნდა იყოს, პოლიცია უნდა იყოს საზოგადოების მეგობარი და ამ თითოეულ მოქალაქეს მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, უნდა ქონდეს იმის განცდა, რომ ამ საზოგადოებაში არის დაცული და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხალხი მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფს იცავს, პოლიტიკურ ძალაუფლებას იცავს ქართული ოცნებისას. ამიტომ პროგნოზირება დღეს რატო ასე ქნეს, გუშინ ისე ხვდებოდნენ და ხვალას იზამენ. იმონი ამაზე ფიქრით ამის ამოცნობა არც ჩვენი მოვალეობა დღეს უკვე და არც იქნება ადეკვატური, იმიტომ რომ არაადეკვატურად მოქმედებს ხელისუფლება. ბატონო მირდათ, მინდა გკითხოთ, თქვენ იურისტი ხართ და ამიტომ მინდა რომ განგვიმარტოთ. როდესაც სპიკერის დაკვრის გამო იყენებენ დაკავება ხომ უკიდურესი ზომაა ერთ-ერთი. იყენებენ ამ ზომას და არა მაგალითად რაღაცა ოქმის შედგენა ან დაჯარიმება ან ასე შემდეგ, თუ მართლაც არის სტიკერი გაკრული ისეთ ადგილზე, სადაც იყო აკრძალული და რაღაც დადგენილება არსებობს ქალაქის, რომ აქ არის აკრძალული ხომ, თუმცა ჩვენ ამ ქალაქში სხვა ქმედებებიც ვიცით აკრძალული შენობების მიმართ მაგალითად. როგორ ფიქრობთ, რა დროს ხდება ეს სხვა შემთხვევაში ვიცით ისეთი შემთხვევებიც, როცა პოლიცია ამ ზომას არ იყენებს, ხო ჩვეულებრივად ხდება ასეთ ამბავს. რაღაც შერჩევითია, რაიმეს ემსახურება თუ რა ხდება? მაგას საუბრობდით ზუსტად, რომ ის რაც სამართლებრივად სახელმწიფოში უნდა ხდებოდეს, ბუნებრივია რომ სპიკერის გაკვრვის გამო ადამიანებს არ აკავებენ. უბრალოდ ჩვენ ვამბობთ ზუსტად ამას, რომ დღევანდელი ჩვენი სახელმწიფო და სამართლიანობა ძალიან შორს არის ერთმანეთისგან.
ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი და პოლიცია მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების წინააღმდეგ და მიმართ იყენებს თავის ძალას, რომელიც თვლის რომ რეჟიმს არ მოწონს, ან რომელი ადამიანის დაკავებასაც რეჟიმი უბრძანებს. და ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს საჯარო და გახმაურებული საქმეები ასეთი. შესაბამისად ის რომ პოლიცია სტიკერის გამო კი არა, სტიკერი ხო ეს არის მიზეზი, ხო ის ნებისმიერი მოტივით დაგაკავებს. როდესაც მას გადაწყვეტილი აქვს დაკავება და ეს არის ავტოკრატიული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი, სწორედ სტიკერი არ იქნება სხვა რამეს მოიგონებენ. აი ცნობილი ანეკდოტურია, ხუდი რატო არ გახურავსო, ამ პრიჩინაზეა დღეს გადასული პოლიცია, იმიტომ რომ სხვანაირად ის დავალებას ვერ შეასრულებს. ის რომ მართლა სამართლიანად იქცეოდეს, კანონიერად იქცეოდეს, პირიქით პროტესტანტების უფლებების დაცვაც მათი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოვალეობაა. ამიტომ ამბობ, რომ ამ პოლიციასთან რაიმე ადეკვატურობა, რაღაც სამართლებრივი წიაღისვლები, ფუჭი დროის კარგვა და ფუჭი ენერგიის კარგვა მგონია. მე მგონია, რომ საზოგადოება ეხლა სხვანაირად უნდა მობილიზდეს და სხვანაირად უნდა გადავიდეს. არა, უფრო ქმედითი უნდა გახდეს. იმიტომ რომ ეს რეჟიმი დაიღალოს, უფრო ქმედითი უნდა გახდეს. ოღონდ მესმის, რომ ამ საკითხში პოლიტიკოსებსაც მათ შორის დიდი როლი აქვს, აკისრიათ, იმიტომ რომ გასაგებად უნდა ვთქვათ, შემდეგი არჩევნების შედეგად მოტანილი ცვლილება ზოგადად ამ ქვეყანას როგორ ხვალინდელს დღეს თავაზობს. ბუნდოვანება უნდა გამოირიცხოს. როგორც კი ამ ქვეყანაში გასაგები იქნება ცვლილებებს რა მოაქვს თითოეული რიგითი მოქალაქისთვის. ანუ გულისხმობთ მათ შორის ჯერ კიდევ სისტემაში მყოფი, თუ შეიძლება ასე ითქვას, იგივე საჯარო მოხელეებისთვის, იგივე პოლიციელებისთვის უფრო მკაფიოდ რომ გახდეს ცნობილი რა შეიძლება მოიტანოს ცვლილებებმა. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით რომ ამ საზოგადოებაში ამ ხელისუფლებას აღარ ყავს ხარდამჭერები. მათ შორის საჯარო უწყებებშიც, მაგრამ იმისათვის რომ ხელისუფლება გახდეს იძულებული რომ დაინიშნოს არჩევნები, აქეთან მხრიდან პროტესტი კიდევ უფრო ქმედითი უნდა გახდეს. კიდევ უფრო ქმედითი გახდეს ეს პროტესტი, კიდევ უფრო გასაგები უნდა იყოს. თითოეული რიგითი პროტესტანტისთვის ცვლილებას მართლა რა მოაქვს. არა მხოლოდ ეს სიტყვები, რომ აი, იცით რა, ევროპა გადაგვარჩენს, ევროპა რო კარგია და ევროპა რო გადაგვარჩენს, ეს გასაგებია, მაგრამ არ დაგვაქვს, რომ იქიდან პროპაგანდა გვებძვის. და ეს უნდა იყოს ცხადი, რომ აი ცვლილებების შემდეგ ევროპაში როგორ შევდივართ, ქვეყანაში როგორ აი ამ პოლიციელებს რას ვუშვებით, რომელიც ამ დღეში ყავს რეჟიმს, ჩაგდებული ეს ადამიანები, ხო? და რომლებიც არიან უბრალოდ გაგეშილები სისტემის მითითებების აღსრულებაზე, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ამათი მოვალეობა, ხო? თუ ადამიანებს ჩნდებათ განცდა, რომ ცვლილებამ შეიძლება მოიტანოს ის, რომ ამ პოლიციელების მეთაური შეიცვალოს მხოლოდ და ქმედებები იგივე დარჩეს. მე მესმის, რომ ასეთ ვითარებაში ცვლილებები გაჭირდება. ამიტომ ჩვენ ჭირდება ბევრი ღია საჯარო დისკუსია. ახლა როგორ ქვეყანას, როგორ მოწყობას ვაკეთებთ ამ პროცესის პარალელურად, ამ პროცესის მიმდინარეობის დროს. შესაძლებელი იქნება. ბუნებრივია, აი ჩვენ ახლა, როდესაც პროტესტზე ვართ, შეგვიძლია რომ ამ საკითხებზე ღია დისკუსიებიც იყოს პარალელურად. ეს პროტესტი საერთოდ არ უშლის ხელს, იმიტომ რომ უფრო ნათელი გახდეს როგორია ხვალინდელი დღე, იმიტომ რომ უფრო ქმედითი გახდეს. ვინ უნდა გააკეთოს ეს, ვინ უნდა დაიწყოს? მე ამით დავიწყე, რომ ეს პოლიტიკოსების ვალიც არის, ჩვენი ვალიც არის, რაც კიდევ უფრო, რასაც იმდენად ეფექტურად ვერ ვაკეთებთ, არ ვიცი, მოდი ახლა ეს შეფასება საზოგადოებას დავტოვებ, მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს არის გასაკეთებელი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ რეჟიმის ცვლილებას რა მოაქვს. თუ რეჟიმის ცვლილებას მოაქვს მხოლოდ და მხოლოდ სახელი და გვარების ცვლილება, მაშინ სკეპტიკურად ვუყურებ მე ამ საკითხს, მაგრამ მე იმედგაცრუებამდე მივალ. ბუნებრივია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და აი ამ 46 დღიანმა პროტესტმა თვითორგანიზებულმა, რომელმაც არც ერთი ლიდერი არ გამოკვეთა, ესაჩვენა ზუსტად რომ საზოგადოება ითხოვს ძალაუფლების დეცენტრალიზაციას, რომ მართლა ერთი ადამიანის ხელში არ იყოს ძალაუფლება არც ერთ სფეროში. აი პროტესტიც ხო ამის მანიშნებელია რუსთაველზეც, როდესაც ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ ყავს, რომლის ჭკუაზეც დადის მთელი პროცესი, ხო? და როდესაც ხალხი თვითორგანიზებულად, თან ისე რომ არც ერთი კერძო საკუთრება არ დაზიანებულა, ანუ იმდენად მიზანმიმართულია და კონცენტრირებულია კონკრეტულ მიზანზე. ეს გვაჩვენებს, რომ საზოგადოება ზუსტად ამას ითხოვს. რაღაცა ერთი ადამიანის ჭკუაზე კი არ უნდა იაროს ამ საზოგადოებამ, რომელშიც ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანია. არამედ მართლა ძალაუფლება უნდა იყოს ერთი ადამიანის ხელიდან გამოსული და მართლა დეცენტრალიზებული. ეს არის დაკვეთა პოლიტიკური, მე რასაც ვატყობ აქციებზე ამ 45 დღის განმავლობაში. და ამის ყველაზე კარგი ინდიკატორი სწორედ ეს არის, რომ აი მართლა არავინ გამოკვეთილი ბელადი არ ყავს
ან ლიდერი, ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს ამ პროტესტებში. ასე რომ შესაბამისად ჩვენ პოლიტიკოსებმა უნდა დავიწყოთ ღია საჯარო დისკუსია, მათ შორის ყველა დაინტერესებულმა პირმა, არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, ბუნებრივია, როგორ ქვეყანას ვაშენებთ, მართლა როგორი მოწყობა გვექნება, რომ ხვალდაზე ვინმე აი ასეთ ადამიანს თავში რომ გადაუბრუნდეს და მოინდომოს, რომ თავის აი როგორც თვითონ ჩათვლის, რომ ღიად საჯაროდ პროტესტანტების ცემოს, დააკაოს, მერე არ გვითხრან სად არიან და ასე შემდეგ. ამის უფლება რომც გაიფიქროს, ვინმე ეს უფლება არ უნდა გქონდეს. თუ ჩვენ რაღაც ასეთ მოდელს გასაგებს შევთავაზებთ, მე ვფიქრობ, რომ პროცესები უფრო დაჩქარდება და ამაზე ღია და საჯარო დისკუსია დასაწყებია. მადლობა, ეს იყო მირდად გამადაძე ბათუმელების ლაივში, ის არის კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, ერთ-ერთი ლიდერი, როგორც ხედავთ, აქციის მონაწილეები რჩებიან მთავარ სამმართველოსთან. ისინი აპროტესტებენ აქციის მონაწილეების დაკავებას, იმყოფებოდნენ იზოლატორთანაც. ისინი ამბობენ, რომ ამ ფორმით მათ მხარი დაუჭირეს პატიმრებს, ისინი არიან სინდისის პატიმრები, ასე აფასებენ აქციის მონაწილეების დაკავებას, აქ შეკრებილები. აქცია გრძელდება, ირაკლი კუპრაძეს ვხედავ. ირაკლი, ბათუმელების ლაივში ხომ არ გვეტყვი ბათუმში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. მშვიდობიანი აქციები იმართებოდა თითქმის ყოველ დღე და ბოლო 3 დღის განმავლობაში გააქტიურდა პოლიცია, შეიძლება ასე ითქვას, გუშინაც, როცა უკვე კმაყოფილებასაც კი გამოხატავდნენ აქციის მონაწილეები, იმის გამო რომ ქალები გამოუშვეს და თითქმის დაშვილი იყო აქცია, როცა დაიწყო ხელახლა დაკავებები. რასთან გვაქვს საქმე, რას საჩვენებს ეს? საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელსაც ჭირდება რუტინული წინააღმდეგობა, პირველში სოლიდარობა მზია ამაღლობელს, რომელიც ნამდვილად არის ობიექტური დამოუკიდებელი მედიის მეტრი მართლაც ამ ქვეყანაში, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში და სხვა დაკავებულებს უნდა ითქვას, რომ ამ ქალაქმა იცის რას ნიშნავს ქართული ოცნების ძალადობის პოლიტიკა და ეს ნახეთ ჩვენ მათ შორის 2021 წელს სამის აღჯეროდა. თუმცა ოპოზიციამ ბათუმის საკრებულო მოიგო. უმრავლესობით მოვიდა ბათუმის საკრებულოში, გახსოვთ თქვენ ეს ამბავი, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი, დასრულდა ვიღაცეების ყიდვით, ვიღაცეების მუქარით, შანტაჟით, დასრულდა ადამიანს შემოაკლდა, მოკლეს მოქალაქე ნუგზარ თურკარაძე, რომელიც ესე შანტაჟში შემოაკლდა. ვინ დაასახელა მაშინ ოჯახმა? ეგეც ხო გვახსოვს. თორნიკე რიჟვაძის მამა დაკურიჟვაძე, რომელიც მაშინ პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო. პოლიციიდან მაღალჩინოსანი. დღემდე მიკუშაობს და დაკურიჟვაძე ნაციონალების დროს, ნაციონალურ მოძრაობის დროს სად მუშაობდა, მაგას ხო ვერ მეკითხით. აჭარის ტელევიზიასთან ოპოზიციურ აქციებს ხო არ არბევდა, მათ შორის ქართული ოცნების ჩინოვნიკები ახლა რო არიან, ისინი ხო არ ყავს შემორბეული და დაჭერილი შემთხვევები. თორნიკე რიჟვაძე სად არის? რამდენიმე თვის განმავლობაში კოცური განცხადებების გაკეთებასაც რო ვერ ბედავს. კოცური განცხადებებსაც ვერ ბედავს. ეშინია თუ შველა ჭირდება თორნიკე რიჟვაძე გვანიშნოს და შეიძლება უშველოს, შეგვებრალოს. იმიტომ რომ ყველა მოქალაქე მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის მარადია. სად არის? მე მიხარია ის, რომ აჭარაში მოქალაქეებმა მოახერხეს ყურადღების მიქცევა თორნიკე რიჟვაძეზე და მათ შორის აქაურ ხარებებზე. დგებუაძე იქნება ეს ბესელია თუ სხვები, იმიტომ რომ მათთანაც ჩამოიღეს სანქციების მიღები, რომელიც მათ ისეთ მძიმე დამღას დაასვათ, მათი საჯარო საქმიანობა წარსულს ჩაბარდება. თორნიკე რიჟვაძე როგორც ერთ-ერთი კორუფციონერი ლიდერი იმსახურებს უმძიმეს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, მათ შორის საგარეო და მათ შორის ერთგვარ პოლიტიკურ განაჩენს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. ესეც ფაქტობრივი მოცემულობაა. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის, რომ ხშირად მესმის მედიაში საკონსტიტუციო სასამართლოსთან იმართება აქცია. საკონსტიტუციო სასამართლოსთანაც, მაგრამ სინამდვილეში აჭარის მთავრობის საკთან იმართება ეს აქციები. იმ მთავრობასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, რომელიც ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე. ჩვენი ორი ადგილობრივი ლიდერია დაკავებული. ვაჟა დარჩია, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, რომელიც გუშინ დააკავეს
და საათობით ვეძებდით ჩვენ სამყოფოს და ამჟამად დღეს დააკავეს ლუკა ნაცუშვილი, ასევე კოალიცია ძლიერი საქართველოს და ლელოს წევრი, რომელიც ადგილსამყოფელსაც კი არ გვეუბნება. მიუხედავად იმისა, რომ ვითომ და სახალხო დამცველი და ეგრეთ წოდებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვითომ საქმის კურსია. მე მათი გამოძიებული არაფერი არ მახსოვს. როცა ფიზიკურად იძალდა ჩემს სპეციალურ და დაზარალებული სტატუსი რომ მომარიჭეს, იმის მერე არ გამოჩენილა სპეციალური საგამოძიებო სამსახური. დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება ყველა შემთხვევაში, სანამ არ მიიღებს გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი, რომ სრულყოფილ წინააღმდეგობაში წავიდეს. ასევე მნიშვნელოვანია მე უწუხელად ვუპასუხო შეკითხვა, სად არიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები. აქვთ ყველა აქციაზე ვარ. თქვენთან ერთად. მათ შორის ჩვენი კოალიციის ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბატონ ჯაფარი, გიგო გეგელი ამჟამად იმყოფებიან ვაშინგტონში და ამ წუთას პარალელურ რეჟიმში იმართება უნიშნელოვანესი პოლიტიკური შეხვედრები კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან, ჩვენი მოქალაქეების ეროვნული ინტერესები იქ დავიცვათ. ყველა აქციაზე ვარ. ჩვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ისაშვილი 9 წლიანი მუხლით დააგავს. 9 წლიანი მუხლით და რომ არა საგარეო ზეწოლა, ის ახლაც საპატიმროში იქნებოდა. ჩვენი ორი უნიშნელოვანესი წევრი ვასილ კაძელაშვილი და ვერტყია კასრაძე. ახლაც საპატიმროში არიან 7 წლიანი მუხლები. 7 წლიანი მუხლები. ვერტყია კასრაძე როგორი ადამიანია? ვეტერანი სამხედრო, რომელიც საქართველოსთვის ყველა ომში ნაბრძოლი და ნამყოფია. ცხინვალის თეატრის მსახიობი, ორჯერ დევნილი ცხინვალი, ორჯერ დევნილი, შვილის მამა. დღემდე 30 წელია ცხოვრობს სოფელ ერგნეთში, სადაც მის ბაღზე გადის მალტიფლარი. ერთადერთი მიზეზი, რადგან ცხოვრობს, არის პატრიოტი. ერთადერთი მიზეზი. ესეთ ადამიანებს აკავებენ ლუკა ნაცუშვილი, სწორედ ის ახალგაზრდა, რომელმაც რუსეთის დროშა ჩამოხია ერთ-ერთ სკოლაში, პირველ სკოლაში, დავასახელებ სკოლაში. ეს ის ხალხია, რომელმაც იცის, რას ნიშნავს პატრიოტი, არც დაჭერის ეშინია, არც ცემატყების ეშინია, არც ჯარიმების ეშინია. ეშინიათ იმ ბნელი მომავლის, რომელსაც უხარდეს ქართული ოცნება. ამიტომაც ვდგავართ აქ, ვიბრძვით რესურსულად, პოლიტიკურად, ჩვენ მხარდამჭერებით, ჩვენ პირადად ვართ ხოლმე და ჩამოვედი ახლა თბილისიდან გამოვქანს საპატრო ჩამომესრო აქციისთვის. ან რუსთაველზე ვდავარ, ან ბათუმში ვდავარ. ბოლო 2 დღეა ეპიცენტრი გადმოვიდა, შეიძლება ითქვას. მშობლიური ქალაქი, რომელიც ძალიან მიყვარს და ამ სიყვარულს ვერ თბილისში ვერ ჩამინაცვლობს, იდოდა რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფილიყო. ამიტომაც ერთადერთი რაც გულიწდება და უყურებელ უნდა ვთქვა, მეტი ბათუმელი უნდა იყოს, რომელსაც ნანახი აქვს, რას ნიშნავს ძალადობა. როცა ლაპარაკობთ, ამათი არგუმენტი რა არის? ერთი ბოდვა რაღაცა, ომის პარტიაზე, deep state-ზე და ასე შემდეგ. მეორე არგუმენტი რა არის? ნაციონალური მოძრაობა. და თორიჟვაზე ნაციონალური მოძრაობის ზონდერი არის, ხო? რომელიც ცოტა იანანიდეს იჭერდა და დაიჭირა კიდევ რა? ეგ არის, ხო? არჩილ ჩიქოვანი მეგის ქარდავას მოადგილე არის, ხო? მეგის ქარდავას მოადგილე იყო. მეგის ქარდავას მოადგილე იყო. არჩილ ჩიქოვანი, რომელიც სუსიდან გადმოაპორტირეს ბათუმის მერად. გადახედეთ აჭარის სხვა მუნიციპალიტეტს, შვახეთს, ხულოს, ქედას, ხელვაჩაუს. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ვინ არიან ეს მერები, ადგილობრივი მერები რო არიან, ადგილობრივი ჩინოვნიკები. სუსი როცა ისევ ნაციონალურ მოძრაობაზე აქცენტირებს ოცნება, მაშინ ანზორ ბოლქვაძე ვინ არის, კაცო? ანზორ ბოლქვაძე ვინ არის? ხუთიანი შუბიცა ქონდა, კაცო, რაზე ლაპარაკობ? ეს ადამიანები არიან თავად ბურუსიძე, დღეს რო ახლა თბილისში დარბევა მიმდინარეობს უმძიმეზე. ბურუსიძე ვინ იყო? ჩინჩალაძე ვინ იყო? სანდრო გირგუნიანის საქმის მოსამართლეა ლევან მურუსიძე. ანუ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც იყვნენ მაშინ, ახლაც არიან ხელისუფლების პროპაგანდა არის ტყუილი მეთქი ამის თქმა უნდა. პროპაგანდა, რომელიც დგას რომ თითქოს და ნაციონალურ მოძრაობაზე აი არის რაღაცა შავი კამპანია შორი. მე ნაციონალურ მოძრაობას კრიტიკოსია, რომელიც 12 წელს ხელისუფლების აქტიური მომხრე ვიყავ, ხელისუფლების ცვლილების მომხრე ვიყავ. ქუჩაში ვიდექი. პირველად დამიჭირეს 17 წლის რო ვიყავი მაშინ, სწორედ 2012 წელს სტუდენტურ აქციაზე. მაგრამ 2012 წლიდანვე გავხდი ამათი ოპოზიცია. იმიტომ რომ ლევან მურუსიძეს 2013 წელს ხელი რომ მოუთხაფუნა ბიზინა ივანიშვილმა ზურგზე თავის შუშის სასახლეში და უთხრა რომ ეს კაცი იქნება
სასამართლოს დამოუკიდებლობის სიმბოლო და გარანტი. მაშინ იყო გადაწყვეტილი ყველაფერი. საყდრისი რო ააფეთქეს 2014 წელს და დაიწყო ეს ამბავი. მაშინ გადაწყდა ქართული ოცნების მედია. ან ესეთი დეტალებით გადაწყდა ქართული ოცნების მედია, სადაც ჯერ უბრალოდ მისი სისტემა დავინახეთ და მე დიდი ხანი დამაგვიანდა იმის აღქმა, რომ ეს იყო რუსული ხელისუფლება. რუსეთის დავალებას უასრულებდა. ახლა ხალხს უსმენდი გიადვალის ძალიან საინტერესო ინტერვიუ, სადაც ესეთი რაღაც თქვა, რომ არც ერთი მეცნიერულ ფორმულა, არც ერთი ფორმულაში არ ჯდება ქართული ოცნების გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკების და საერთოდ პროცესის გაჩერების შესახებ. არანაირ ფორმულაში არ ჯდება. გარდა ერთის, ეს იყო პირდაპირ დავალება ქვეყნისგან. და კოალიცია ძლიერი საქართველო როცა ამბობდა ბოლოს არჩევნო კამპანიის დროს, რომ ქართული ოცნება ემსახურება რუსეთს და ჩვენ გვინდა მოვემსახუროთ ქართულ კავშირს, სწორი და ერთადერთი რაში ჯეროდა უკვე ამ არჩევნებში, წინ არჩევნებში ამას არ ვამბობ. იმიტომ ეს არ იყო ესეთი უკაფო და დამტკიცდა. ეხლა ამ ახალგაზრდებმა უნდა გადაწყვიტონ, მათ შორის პოლიციელებმა, მათ შორის აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გუში ნახევარი ბათუმი და დაიჭირეს ლამის და გადიოდა დღე პირველი და დღე უკანასკნელი ქართული მხატვრული უკარგესი ფილმი. კატასტროფა ხო? მაგ ფილმის სათაურით გონი ეგერი ჩვენლას ვთხოვე, რომ აი გვიშველით. და მიგვანიშნონ, მე ეს ტელევიზია ძალიან მენახული. საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან მნიშვნელოვანი მგონია სახელმწიფოსთვის. სადაც დამოუკიდებელი ტელევიზია. თბილისში საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩაიჯიბეს და აქ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამ ტელევიზიაში მუშაობს ძალიან ბევრი ღირსეული ჟურნალისტი. მათზეა დამოკიდებული ამ ტელევიზიას შეუნარჩუნება ღირსებას თუ არა. მათ შორის საკუთარ თავს. თუ ეს ვერ გააკეთეს და არ გააკეთეს, კაპიკია მასტი პროფესიონალიზმის ფასიც და ამ ტელევიზიის ფასიც. ირაკლი, ერთიც მინდა გკითხო, აი ჩამოთვალე იმ ზეწოლის შესახებ, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა, ახსენეს სანქციებიც და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, გრძელდება ის ასე ვთქვათ პროცესი, რაც გვაქვს ხომ, იყო მოლოდინები რაღაც პერიოდში, მათ შორის ახალ წელზე და ასე შემდეგ, რომ მუხტი დავარდებოდა. ფაქტობრივად სამოქალაქო საზოგადოებამ აქციის სხვადასხვა მოძრაობებმა და ასე შემდეგ გაუძლეს და ისინი პირიქით ძლიერდებიან და ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები. როგორ უნდა მოიქცეს ახლა საზოგადოება, ამის შემდეგ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი და აქვე მინდა გკითხო, იმიტომ ხომ არ გადავიდა პოლიცია, მედია მენეჯერების დაკავებაზე, დღეს მეორე ადამიანი დააკავეს ბათუმელების თანამშრომელი, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდა აქციაზე. ეს არის მიზანმიმართული დევნა მედიის დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტების, იმიტომ რომ ნამდვილად უნდა ითქვას, რომ მედიაზე გაიარა ამ უმნიშვნელოვანესმა და უმძიმესმა პერიოდმა. თქვენი დამსახურება იყო ის, რომ უბრალოდ ჩვენ სიმართლეს ხედავთ. ამ რაღაც ფანჯარა არსებობდა. სამწუხაროდ მხოლოდ ეგრეთ წოდებულმა კრიტიკულმა მედიამ შეძლო ამის გაკეთება. და ვნახეთ, რომ მასიურად დატოვეს ეგრეთ წოდებული სამთავრობო ტელევიზიები, პროპაგანდისტული ტელევიზიები, ღირსეულმა ჟურნალისტებმა. დანარჩენი ვინც დარჩა, ისინი მხოლოდ პროპაგანდისტები არიან, ისეთივე როგორც წინა ხელისუფლების დროს, იმის წინა ხელისუფლების დროს. შეიძლება მომდევნო ხელისუფლებასაც ეს ყავდეს. ამიტომ ჩვენ თავარი ამბავი არ დაგვუშვათ ასეთი დეგრადირება პროფესიონალიზმის და ღირსების. მე მხოლოდ მადლობა მეთქვის თქვენთვის, სხვა ჟურნალისტებისთვის, ვისაც ამ უმძიმესმა გვერდმა გაიარა. თუმცა ყველას გვესმის, რომ ეს არის დროებითი მოვლენა, საზოგადოებას არაფერს არ ურჩევ, ერთადერთი ვთხოვდი, რომ უფრო აქტიური იყოს ეს ბრძოლა არის რუტინული. ანუ კიდევ გააქტიურება არის საჭირო. გრძელვადიანი ყველა დავიმართ. ჩვენ საარჩევნო არ წუწუნებთ ხოლმე პოლიტიკოსები, მაგრამ საარჩევნო კამპანია ხდება თითქმის ერთ წელს. მთელი საქართველო მომიარე. მე ფიზიკურად მომიარე დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, დასავლეთ საქართველოს პასუხისმგებელი
უამრავი არ გავჩერებული ვარ და ამ არჩევნების დღიდან მოყოლებული ვარ გადაშვებული ისევ პროცესში. მიჭერენ ჩვენს მოქალაქეებს. დაიჭირეს მათ შორის ჩვენი ქალი წევრები, ნათიან ონოიანი ბახუმის ორგანიზაციის წევრი, მაია გოგიძე თბილისში. არანაირად არ ვართ და მეტად დაცულები, თუ უფრო მეტად რისკის ქვეშ არა და ამ სხვებისთვის ისე იმზადოთ, უფრო მეტად შეიძლება ამზადოთ, უფრო მეტად გვერგება ის ხელთერთიც, რომელიც შეიძლება მოუხმიან მოქალაქეებს აქციის მონაწილეობას. მზადვართ, არ უშინდებით, ვერ დამაბრალებს დაჭერის შიში მაქვს, იმიტომ რომ დიდი გამოცდილება გაქვს ხო? 30 ჯერ ვარ დაკავებული. ამიტომ არ გვეშინია ბრძოლა გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით. დიდი მადლობა. დამსახურებით და საქართველოს მოქალაქეებს. მადლობა, ირაკლი კუპრაძე საუბრობდა ბათუმელების ლაივში, ლელოს ერთ-ერთი ლიდერი. როგორც ხედავთ, აქციის მონაწილეების ნაწილი რჩება პოლიციის სამმართველოსთან, მობილიზებულია ასევე პოლიციაც. როგორც ახლა მივიღე ინფორმაცია, გამოუშვეს გიორგი კირთაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი. ამ დროისთვის არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, როგორ სავარაუდოდ ხელწერილით. არ ვიცი სხვა დაკავებულების თაობაზე. როგორც იცით, შეგახსენებთ, აქციაზე დღეს 7 პირი დააკავეს, აქციის 7 მონაწილე. ვიდრე ჩამოგითვლით, ვინ დააკავეს, მინდა გითხრათ, რომ აქ აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი იმყოფება შემოსასვლელთან. აქ იყვნენ მობილიზებულები, ძირითადად აქციის მონაწილეები, თუმცა მათმა ნაწილმა შემოსასვლელთან გადაინაცვლა. მე შევეცდები ახლა მივიდე მათთან და გავიგო რატომ გადავიდნენ ისინი შემოსასვლელთან. შეგახსენებთ ასევე, რომ დღეს აქციაზე დააკავეს ასევე ბათუმელების ოპერატორი გურამ ბურვანიძე, ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და აქციის გადასაღებად იყო გასული, რა დროსაც გავიგეთ მისი დაკავების შესახებ. სახალხო დამცველის წარმომადგენელი პოლიციის მთავარი სამმართველოს შესასვლელში არიან აქციის მონაწილეები, მათი ნაწილი. აი გიორგი კირთაძეს ვხედავ, აქ არის და მე შევეცდები ახლა ბათუმელების ლაივში მოვუსმინოთ მას. ბატონო გიორგი, მინდა გთხოვოთ ბათუმელების ლაივში, რომ გვითხრათ რა მოხდა, რომ ბატონ ირაკლის ვეგავე საუბრობთ. არაკლია დაჭერები ბატონ ირაკლის გამგებლად. თქვენთან მიმართებაში რა მოხდა დღეს? რა სტიკერის დაკვრის გამოდის, როგორ ახსნეს? მე არ მქონია დღეს სტიკერის დაკვრის გარეშეც დამაკავეს. არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა რა, ისინი ხო ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანს, რომელიც პროტესტს გამოხატავს, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით. ყველა საკავი. მოხდა რეალურად იგივე. მედავებიან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას თუ რაღაცას გავს. არ ვიცი, რაც ყოველ შემთხვევაში 173 მუხლია. ალბათ, სავარაუდოდ ეგ მუხლია, ეს არის რაღაცა სტანდარტული მუხლი, რომელთაც ყველას ედავებიან ნებისმიერ აქციის ნებისმიერ მონაწილეს, რომელსაც დააკავეს. ანუ მეტი განმარტება არ ყოფილა, ან მითითებ არ დაგვემორჩილეთ ან რაიმე. საუბარი გავსი არაფერი ხო, ეგ იყო რომ რაღაცა წინააღმდეგობის გაწევა პოლიციის. ჩვენ მოგვიწია შეგვეწყვეტა ლაივში ვარ ჩვენს, ამიტომ დავვრჩები ჩვეულებრივ. ხო, იმიტომ თქვენსაც ყავდათ და არა, ლაივში ვარ ჩვენს და ამიტომ ორივე ლაივში ხართ ახლა? ლაივში პირდაპირ ხო, მაშინ დავვრჩები და მოგისმენთ. არ არის პრობლემა, რომ გავაგრძელოთ ვითარდება იქაც სპეცრაზმი აბატმა გიორგი. რომ გითხრათ უშუალოდ რა ხდებოდა სამმართველოში და რა იცი დანარჩენ დაკავებულებზე, რას ამბობდნენ? ალბათ გესმოდათ ყველაფერი ასეთ ცხოვრობენ. არა, სხვადასხვა ოთახებში ვიყავით გადაგანაწილებული, რაღაცა განსაკუთრებული დეტალები არ ვიცი. რაც მესმოდა იყო ის, რომ უნდა გადაენაწილებინათ აქციის დაკავებული მონაწილეები, აქციის დაკავებული ხალხი სხვადასხვა აკპზ-ში. ხო, მე კი მითხრეს, რომ რაღაცა
არ დამაკავებდნენ და მოკლედ კაპეზეზე არ გადამიყვანდნენ და გამიშვებდნენ ცოტა ხანში. და რაღაც დროის შემდეგ მოკლედ მოხდა ჩემი გათხოვება. რაც კიდე აქვე ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი. თუ რაღაცა ჩემი ამ შემთხვევაში პერსონალურად ჩემი გათხოვება არის დაკავშირებული იმასთან, რომ ვიღაცები ჩათვალეს, რომ ჩვენ ვართ რაღაცა პარლამენტის წევრები, კიდე ერთხელ ხოლ იმას რა ქვია, ყველას ვისაც რა ვიცი შეიძლება რომ ეს ეხებოდეს, რომ სასწრაფოდ შეგვიწყვეტოს საპარლამენტო მანდატი არავის ჭირდება ეს და არანაირად არ იმსახურებს ის ხალხი. სხვა ლოგიკა ამას ბუნებრივია არა აქვს ახლა ყველა გადაყავთ კაპეზეზე, ვისაც დააკავებენ აქციაზე და არ ვიცი მე რატო გამოსხოვეს სხვა ლოგიკა ყველაფერს არა. არ ვიცი როგორც მე მითხრა ელენა ხოშტარია გადაყვანილი ყავს ქობულეთში. უკვე გამოუშვეს რამდენიც გვაქვს ინფორმაცია მას ველოდებით აკეთეთ თუ საბჭოს ყავდა დაკავებული. უბრალოდ პროცესი როდესაც ჩაიმიშნეს საერთოდ არ ვაპირებ ამ პროცესში მონაწილეობას მიდება საერთოდ არ ვაპირებ ამ ხალხთან არანაირ თანამშრომლობას რა ვიცი სანქცირებული სასამართლო რომელიცაც არაფერი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან რაღაცა სისტემა რომელიც კანონის მიღმარი და კონსტიტუციის მიღმარი გასული მასთან თანამშრომლობას არანაირი ფორმით ბუნებრივია არ ვაპირებ. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველას კარგად გვესმოდეს რომ ქვეყნის თავისუფლება დღეს შეიძლება დაიკარგოს თუ ჩვენ ძალიან ბევრი ორგანიზებულად არ ვიქნებით ქუჩაში. აქეთკენ მიდის ყველაფერი პროტესტი ბათუმში, პროტესტი თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებში ცხადყოფს იმას რომ არავინ აპირებს უკან დახევას და თავისუფლებაზე ვარისხმას. წარმოუდგენელია ამ რეჟიმის ჩამოშლის გარეშე ჩვენს ქვეყანას კონდეს მომავალი. სხვა შემთხვევაში თქვენს ალბათონ ცაგოსას, თქვენს ოპერატორსაც, ჩვენს მაყურებელთა უმრავლესობასაც მოუწევს ამ ქვეყნის დატოვება. იმიტომ რომ მონობას ვერავის შეეგუება. მადლობა. მე ბატონო გიორგი, გავაგრძელოთ ჩვენ თუ შეიძლება. გუშინ მაგალითად რაც აქ მოხდა სამმართველოსთან, ფაქტობრივად კმაყოფილებასაც კი გამოთქვამდნენ უკვე აქციის მონაწილეები, იმიტომ რომ ქალები გამოუშვეს დაკავებულები და გაჩნდა განცდა თითქოს აქცია მალე დაიშლებოდა. ამის შემდეგ დაიწყო ისევ დაკავებები იმ ფორმით, რა ფორმითაც დაიწყო. ასევე მინდა კითხოთ იმაზე, რომ ბოლო პერიოდში თითქოს საუბარი იყო იმაზეც, რომ აი მუხტი დავარ და ასე შემდეგ და ამას მოკვა შემდეგ დაკავებები და ამას ყოველთვის მოყვება ხოლმე გაორმაგება აქციის მონაწილეების. რატომ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს? რა სჭირს ახლა ხელისუფალს, რაიმე განსაკუთრებულ ასე ვთქვათ აგონიაშია ამ სიტყვას გამოვიყენებ თუ შეიძლება. მაგას ვისწრებ მანამდე თქვენ სწორად გააკეთეთ შესავალი. მას შემდეგ რაც ხელისუფლება გადადის რეპრესიების რაღაცა აქტიურ ფაზაზე დაშინება, დაკავება, ცემა და ასე შემდეგ, ეს მხოლოდ ზრდის საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობას და ის რომ დღეს ბათუმში უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა, იმიტომ რომ არავინ შეეგუება თქვენი თანამშრომლის, ხელმძღვანელის, პროდუქციის ამაღლობელის დაკავებას და რაღაცა სისხლის სამართლის მუხლით საქმის ავტორს. ამას და შეგვება ხო წარმოუდგენელია. ხო ყველამ კარგად ვიცით, ვიზებს საუბრობ ჩვენ ახლა. მას ხომ მთელი ბათუმი იცავს. განსხვავებით იმ ხალხისგან, ვინც დააკავა. იმ ხალხს არავინ იცავს ამ ქალაქში და რეგიონში, მაგრამ თქვენს კოლეგას თანამშრომელს გაბატონებს ის იცნობს ყველას. ყველამ იცის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ებრძოდა მათ შორის ასლამაბაშიძის რეჟიმს, რომელიც ძალიან კრიტიკული იყო ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, რომელიც ასევე კრიტიკულია ქართული ოცნების წინააღმდეგ და იბრძვის ამ ქვეყნის დემოკრატიისა და თავისუფლებას. რა თქმა უნდა, მის მხარდასაჭერად, სხვა დაკავებულების მხარდასაჭერად უამრავი ადამიანი გამოკუჩაში თბილისში საპროტესტო აქციაზე წასული ბათუმელები უფრო ბევრი ბათუმელი ნახეთ ასევე აქციაზე გამოსული. ეს რაოდენობა მხოლოდ გაიგო. რატო აკეთებს ამის ხელისუფლება? ალბათ არ ვიცი, შესაძლოა რომ ეს იყოს გადაგვიობა სისუსტე და უკვე აგონიაში შესვლა, იმიტომ რომ სხვა აქვს და ლოგიკური აქვს და ამას არის. როცა სტიკერის დაკვისთვის დააკავეს ციალს ასფალტზე ასფალტის მიიღებ რა თქმა უნდა მანქანაზე მიყვის სტიკერებს, მიიღებ უფრო მეტ ადამიანს ქუჩაში, ეს ბუნებრივი ამბავია. ვინ რა დროს გადაწყვეტა ივანიშვილმა რომ აქ ამ ქვეყანაში ვიღაცები შეიძლება დაჭერითან დაჯარიმებით შეასრულოს. აი რომელი ეტაპზე 46 დღეა ხო დღეს აქციების. ხო ნახა თვითონაც რომ ყველა რაღაცა მსგავსი ტიპის რეპრესია მას უფრო ძვირად უჯდება, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი ადამიანი გამოდის ქუჩაში და ბევრად უფრო ახლოვდება
მისი რეჟიმის დასასრულს. საბოლოო ჯამში ეგრეც მოხდება, რა ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში ორგანიზებდა. ბევრი მოლოდინი იყო, ბევრ თარიღს ასახელებენ, რომ აი ახალ წელზე ამ დროს, იმ დროს მუხტი დავარდება და ყველაფერი დასრულდება. ბოლო პერიოდში, როცა ეს არ მოხდა, ექსპერტები ჩვენთან იმაზეც საუბრობდნენ, რომ ახლა სამოქალაქო საზოგადოების ეშინია ყველაზე მეტად ხელისუფალს. ხომ არ მივიღეთ ამიტომ მედია მენეჯერის ბათუმელების თანამშრომლის, რომელიც მხოლოდ მოვალეობას ასრულებდა აქციაზე, ლოგიკურია და სწორია, ისეც არის, ვერ მიხვდა ივანიშვილმა ვერ უნდა დაიჭიროს. მას სადა პოლიტიკოსების დაჭერას ნახა რომ აქცია მაინც გრძელდებოდა. ნახა რა ვიცი, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა დაჭერა და აქციები მაინც ტარდება. ეხლა გადასული არის ჟურნალისტებს და არა მხოლოდ დაჭერაზე, ჟურნალისტები ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ხო? რა ჩააგდეს ჟურნალისტები თბილისში სხვადასხვა დღეს აქციებზე, მერთმა გადაგვარჩინა რომ სიცოცხლის მოსპობით არ დასრულა, ხო? ამ ადამიანებისთვის ეს დღეები და ამითიც როგორც ჩანს ის თილობს ხო რაღაცა თითქოს ისკნეს რა ქვია. შეამციროს ხალხის რაოდენობა ქუჩაში და აშინოს სხვები თუ ყველაზე გამბედავებს ის გალახავს და შეაშინებს, ხო ალბათ მისი ლოგიკით სხვებიც უნდა შეშინოს, მაგრამ ვერც ამ გალახული ხალხის შეშინება შეძლო, ვინც გამოჯანმრთელდა ყველა აქციაზე. ქალბატონ მზიაც დარწმუნებული ვარ, როგორც გამოვა თავის პროფესიულ საქმიანობაში, ისევ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს, ისევ კრიტიკული იქნება და გაჩერდება და არაფერს და ეს არის ის ოლიგარქს. ჩემი აზრით. საბოლოო ჯამში ეს მართლა არის ქართული ხალხის საპროტესტო მოძრაობა. ამ აქციას მართლა არ ყავს არც ორგანიზატორი და არც ორგანიზატორთა ჯგუფიც. ეს არის ქართული ხალხის საპროტესტო აქცია. აქ მართლა პირდაპირ მნიშვნელობით ყველა ადამიანი, ვინც გამოდის აქციაზე, არის, რა ვიცი, თვითონ საკუთარი თავისას და აქციის ორგანიზატორიც. ამიტომ არის ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმისთვის რთული ამ ყველაფრის მართვა, ამიტომ ვერ ახერხებს ის ამ ყველაფრის ჩაკრობას და ხო მართალია. ბათუმში გვინახავს ჩვენ მათ შორის საპროტესტო აქციების, მაგრამ ისე 46 ის განმავლობაში ესე ორგანიზებულად ნებისმიერი ამინდის, ნებისმიერი დღესასწაულის პირობებში ხალხი ქუჩაში გამოდიოდეს. ეს არის ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული. და მინდა გითხრათ ასევე სხვა დაკავებულებებზე ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? არა მაქვს ინფორმაცია სხვა დაკავებულებებზე, ვიცი რომ მათ უმრავლესობის გადაყვანას ისინი გეგმავდნენ კაპესზე, ეგ ვიცი მხოლოდ რასაც რაღაცა ფინანსებებში გასაგებია. მადლობა დიდი, ეს იყო გიორგი კირთაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი. ის დღეს ბათუმში აქციაზე დააკავეს, თუმცა როგორც გითხრა, ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს და ის პირდაპირ მოვიდა პოლიციის თავარ სამმართველოსთან. ახლა მინდა დავაზუსტო, ვიკითხო, რას აპირებენ აქციის მონაწილეები, ისევ იქნება მსვლელობა თუ ჩავთვალოთ, რომ აქცია დასრულდა. ბატონო გოჩა, ბათუმელების ლაივში რო გითხრათ დასრულდა აქცია, შეგიშალეთ ხელი? დასრულდა აქცია, რა გეგმები არის ამის შემდეგ? თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? ეს აქცია დასრულდა 46 დღე იყო 11 აქცია. ხვალდილი 12 სამართალდამღების სოფლის განხილვა იწყება ბათუმის საქალაქო სამართალში 12 საათიდან და ჩვენმა პირობ შევიგებოთ 11 საათიდან და ხანდაჭერა გამოუცხადოთ უკანონოდ დაჯარიმებულებს და ყველა იმ პოლიტიკურებს, ვინც რეჟიმმა უკანონოდ დააგავა ამ 11 აქციების როგორც ბათუმში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და რა ვიცი, ყველა საქართველოს შემდეგ საღამოს შეულებრივად ტრადიციულ ბოლშევიკებებით და გავაგზავნებთ ჩვეულ ტრადიციულ რეჟიმში უცხოეთ აქციას, სანამ ჩვენი ის ორი მოთხოვნა მთავარი რაც გაჟღერებული და დაყენებული, ანუ ყველა ხალხის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და რეჟიმის პატრონობის გათავისუფლება. სანამ ეს ორი მოთხოვნა თუ ყოფილა და დაკავებულა, მანამდე აქციები უცხოეთად მოხდებოდა. ეს არის ჩვენი აი თქვენ ყოველ დღე ხართ აქციაზე და ამიტომ განსაკუთრებით თქვენ მინდა გკითხოთ, ფაქტობრივად ბოლო პერიოდში არ ქონია ხო დაკავებები, მშვიდად მიმდინარეობდა აქციები, არ შეიძლებოდა რომ სტიკერის გაკვრას მოყოლოდა ამხელა რეაქცია, ხო? რა მოხდა, რას ემსახურება ეს ყველაფერი თქვენ როგორ
ფიქრავთ? ჩემი აღწერა ნაკლებობით რეჟიმმა გუშინ განაცხადა, რომ ჩვენებინა ძალა და ამ ძალის ჩვენებით დაეშინებინა აქციის მონაწილეები და ეს აქციის უწოდება შეეჩერებინა. იძულებილი გავხდარიყავით, რომ პოტენციალი მოგვიგებინა და დავშლილიყავით. და ის მოთხოვნები რაც აღანებული გვაქვს, იმ მოთხოვნების შესაძლებლობა დარღვევებია. რაც მე ვფიქრობ, რომ არასწორი სტრატეგია მათი მხრიდან და უფრო მეტი ენერგიით, უფრო მეტი მონდომებით და უფრო მრავალფეროვნად გავაგრძელებთ და გავაგრძელებთ ამ აქციას და იმ შედეგებს, რაც რამოდენიმე წუთის წინააღმდეგ აუცილებლად მივახცევთ. ანუ ძალის დემონსტრირება იყო მათ მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები, რაც არ ვიცი, არანაირ კანონმდებლობაში, სამართლიანობაში, არანაირ სტანდარტში არ შედება და არ ვიცი, ის კადრებს ნახავს და დაინტერესება რომ შეგვიძლია ამ ყველაფერში თვითონაც დასწრება. ანუ დაწმუნდება. დიდი მადლობა, როგორც გავიგეთ, აქცია დასრულდა და აქციის მონაწილეები გაგრძელებენ, განაახლებენ საპროტესტო აქციებს ხვალ 12 საათიდან ჯერ სასამართლოსთან, სადაც უნდა გაიმართოს დაკავებულების პროცესები, შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაგრძელდება საპროტესტო აქცია. აქედან ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი უკვე წავიდა, მხოლოდ რამდენიმე ჯგუფი რჩება ადგილზე და სავარაუდოდ ისინიც დატოვებენ ტერიტორიას. შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში დააკავეს 7 ადამიანი, მათ შორის იყო გიორგი კირთაძე, რომელიც როგორც ნახეთ ჩვენს ლაივშიც გამოუშვეს. მან გითხრა, რომ არ იცის მისი დაკავების მიზეზი, ვერ დააზუსტა, ზუსტად ვერ გაიგო, სტიკერიც კი არ დამიკვრიაო, გითხრა მან, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა ამას, თუ არის გადაწყვეტილი, რომ უნდა დაგაკავონ, დაგაკავებენ, ასეთია პრაქტიკაო, ამბობს გიორგი კირთაძე ჩვენთან საუბარში. მინდა გითხრათ ასევე, ვიდრე დავასრულებ ლაივს, შეგახსენოთ, რომ დღეს დააკავეს ბათუმელების ოპერატორი გურამ მურვანიძე, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და მინდა შეგახსენოთ ასევე, რომ დაკავებულია სიამაღლობელი ბათუმელების დამფუძნებელი, ის დააკავეს 11 დეკემბერს, 12 დეკემბერს ღამით ის გამოვიდა აქციის სხვა მონაწილე ქალებთან ერთად, დატოვა მან მთავარი სამმართველო, თუმცა მოკლე დროში ის აქციაზე დაკავებების გამოწევის დროს ის ისევ დააკავეს. ხვალ განაახლებს ბათუმელები ლაივს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან, მოგაწვდით ინფორმაციას თუ როგორ განვითარდება იქ მოვლენები. ახლა დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. კარგად.